კახეთს ვესტუმრეთ. სექტემბერია და შეიძლება იფიქროთ, რომ მრთველის გადასაღებად ვარ ჩამოსულები, მაგრამ არა მეგობრებამ ამ ეპიზოდს არაფერი აქვს საერთო. მრთველთან დღეს მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ შეიძლება ცხოვრება ზუსტად ერთ დღეში რადიკალურად შეცვალა. შილდაში ჩამავედით და ჩვენი პერსონაჟი არის ძალიან ლამაზი და გამბედავი გოგო, რომელიც წინაპრების სახლში გადმოცხოვრდა, ყველაფერი საკუთარი ხელით შეარემონტა. თავისი პატარა ბიომეურნეობაც წამოიწყო და ეს ყველაფერი კი ჩავატიე ერთ წინადადებაში ძალიან მარტივად, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით უფრო რთული და საინტერესო იყო და მინდა რომ ეს ამბები ახლა ერთად მოვისმინოთ. მეძინა, აი, წყლის წყურვილს ხო გავუღვიძები ხარ? ოღონდ წყალი არ მწყუროდა, მაგრამ არ ვიცოდი. აი, რაღაც ეგეთ მაგას ამ გამაღვიძა, გავედი მეორე ოთახში და ჩემ დასვენები შილდაში გადავდივარ საცხოვრებელს თქო. და 3 დღეში, იმიტომ რომ ჩავულოგდი, წამოვედი და ერთი ტანსმელი არ დამიტოვია ოღონდ თბილისში, იმიტომ რომ არც კი დამიშვია რომ უკან დაუბრუნდებოდი და აქ არ დავრჩებოდი და ეს ჩამოვედი და მე სადღა მქონდა წასასვლელი და მე მიყვა ეს. მე ვარ თინა, 30 წლის, ცხოვრობ სოფელ შილდაში. წელიწადზე ცოტა მეტია რაც გადმოვედი და ძირითადად ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება მიწასთან მუშაობით და ცოტა სახლის რემონტითაც. მაინამდე როგორი იყო შენი ცხოვრება, სანამ აქ გადმოსახლდები? აი, ჩვეულებრივი, ძალიან ნაცნობი ყველასთვის. ნუ სწავლა, სამსახური, ვარჯიში, კარიერული დაინტერესება, ძალიან დიდი სამეგობრო წრე, რაღაცა მუსიკალური გართობა, რასაც ალბათ ყველა ვაკეთებთ რა, ცოტა ესეთი შაბლონური. ალბათ ასაკია, ოღონდ არ გულისხმობ ციფრებს, რაღაც პერიოდი მოდის გამოცდილებების მერე, რომ რაღაცებს უსმენ რა შენს თავს, ანუ ჩემი აღქმა ესეთია, რომ იმდენი ხმა არის თბილისში, იმდენი რაღაცა ბრძოლა გვიწევს, დამტკიცებები, რაღაცა ეს სტატუსები, ეს ყველაფერი რო ჩერდება, მე რაღაცნაირად შენი თავი კი არ იწყებს ლაპარაკს, ისედაც ლაპარაკობს, უბრალოდ შენ არ გესმის იმ ხელა ხმა არის, ანუ მაგალ ხმაზეა, რომ ეს რაღაცა ვერ იგებ და იქ რო გესმის, მე შენი თავის შენ შეგრძნებებს უკვირდები, გარე სამყაროზე კი არ ფიქრობ, არამედ შენში ხდება ეს სამყარო, მე რაღაცა ალბათ ეგ იწვევს დამოკიდებულებას და აქაც ეგ ხდება რა, აქედან წასვლა, იმიტომ ალბათ ჩემთვის ცოტა თუ მომიწევს, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ასოცირდება ტკივილთან, იმიტომ რომ ალბათ ჩემ ხმას ისევ რაღაც მომენტში დავკარგავ რა. შორიდან მგონია, რომ რაღაც მომენტში გაურკვეველი შეიძლება ჩანდეს ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი საქმიანობა, იმიტომ რომ რაღაც ადამიანებს თითქოს წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ იქ სადაც კომფორტში ვართ და თითქმის არაფერი არ გვაკლია ესე, როგორ შეგიძლია რომ აქ გადმოხვიდე რა, აქედან ხო ახალგაზრდები მიდიან. პირველი გადმოსვლა რო იყო რა, იმდენი საქმე იყო შეგნით რა, დარჩენ არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ჯერ ვერ დაიძინებდი აქ და ჭამა არ შეგეძლო და რაღაცა მეზობლები მეხმარებოდნენ მაგ დროს ძალიან რა, რომ ხან ერთი მეზობელი მიკეთებდა საჭმელს, ხან მეორე, ხან ერთთან ვიულებდი წყალს, რაღაცა და მოკლედ აქ იყო ძალიან ბევრი საქმე და ამიტომ მეურნეობაში აი ძალიან პატარა, აი აქ იყო სულ ბოსტანი რა, თავისი რაღაცა პომიდრით, პატარ-პატარა ბულგარულით და რაღაცა სულ ალბათ 5 სახეობის ბოსტნეული მქონდა და ეხა წელს გადავედი გაფართოვდი. დიდ მასშტაბზე და უფრო ბევრი სახეობაც მოიყვანა. ხო, ზუსტად და აქ წელს იყო ჩითილების ადგილი რა, ჩითილები აქ მოვიყვანე და მე გადავრგე იქით და რაც დარჩა დავტოვე მაინც და აქ გავზარდე რა, რაღაცა ხო. ძალიან დიდი სწავლის პროცესია რა. ეხაც ვერ ვიტყვი რომ ვიცი. იმიტომ რომ მე მეურნეობას უყურებ, ну თავიდან უყურებდი რა თქმა უნდა, რომ ძალიან მინდა რომ მე თვითონ მოვიყვანო და ის მე მივირთვა.
მაგას ცოტა ბევრი მიზეზი აქვს, უბრალოდ რამდენიმე რომ მიიღო ჯანსაღი პროდუქტი ზუსტად იცოდა, მე ეს პროცესში ისეთი გემრიელი ხდება, რომ შენთვის არ იქნება ის პომიდორი გემრიელი, მაგრამ ჩემთვის აქვს ისეთი არამატი. ანუ ეგ ხდება მაშინ, როცა პროცესში ყველაფერი შეგრძნებული გაქვს. რაღაცა დაღლაც განგიცდია, ისიც გახარებაც, ისიც და ბოლოს რომ მიირთმევ რაღაცა არ ვიცი, დაგვირგვინებას გავს რა. მარტო რაღაცა საკვების მიღება კი არ არის მე რომ მივირთმევ, ანუ რაღაცა შედეგია მოკლედ რა, რაღაც გამოგივიდა. სწავლით ნამეხმარდნენ, იმიტომ რომ მართლა არაფერი არ ვიცოდი. საერთოდ შეხება კი არა აგრონომიასთან საერთოდ არანაირი ცოდნაც თეორიულიც არ მქონდა და ამიტომ ერთი მეზობელი მყავს სოსო, ყველგან ვახსენებ სოსოს და პირველი ადამიანი იყო, ვინც მითხრა როგორ უნდა დამეჭიროთ ოხი, რომ წელი არ დამღლოდა მაგალითად რა. იმ ეკოსისტემის ოჯახის წევრი ხარ, რომელშიც ეხა შემოხვედი და ეს აი ამკარიდა რომ შემოდიხარ, ესე წარმომიდგენია, შემოდიხარ იმ ოჯახში, სადაც ხდება ყველაფერი, ვინც იცის, ყველაფერი ძალიან მაგრა თავის საქმე, აი არავინ არ სწავლობს, მე ვისწავლე ალბათ ცხოვრების ბოლომდე მაგას. ისინი რაღაცა ფუტკარმა როგორ დამტვეროთ, ყველა საქმეს აკეთებს, ანუ რომ ეკითხები ხოლმე ბოსტონში მარტო მუშაობ, რაღაც მომენტში თავიდან პასუხობდი რომ კი მარტო მუშაობ და მე მუშაობის დროს გააზრება მოვიდა რომ მარტო კი არ მუშაობ, რა ვიცი, რაღაცა ჭიაღუამ რო არ გაგიყვანოს ის გზა, მორწყე, ვერ მორწყავ, იმან რო არ დამტვეროს, თუ გინდა დარგე, ნაყოფს ვერ მიიღებ, ანუ ყველაფერი ისეთი ჯაჭვში არის, რომ და მაგ ოჯახის წევრი რო ხარ და იმას ენას რო სწავლობ, თან ძალიან ფრთხილად შენ კი არა წესებ რაღაც წესებს და ეხა მე შემოვედი და ეხა ესე მინდა არა პირიქით რა, რაღაც და ამ ოჯახის წევრობა და შეგრძნება გაძლევს აი სიმშვიდეს, რომ სახში ხარ. და რა ყველგან სახში ხარ სინამდვილეში რა, მაგ შეგრძნების მთაშიც სახში ხარ, რაღაცა მყინვარზეც, მწვერვალზეც და შეუდაშით რა. ეხლა ცოტა შემოდგომა არის და რაღაცები აღარ არის რა, მაგრამ შემოჩენილები არის. ეს არის ბრიუსელის კომბოსტო, რომელიც ეგზოტიკურად. ხო, რაღაცა წელს რაღაც შემეშალა და გავარკვევ მაგას და რატო არ ისეთი არის მე მგონი დავაგვიანე ფოთლების მოჭრა, იმიტომ რომ ჯერ ყვავილოვანი კომბოსტო მეგონა არ ვიცი ესე მახსოვდა და რაღაც ფოთლები უნდა მოეჭრა რომ მე ნაყოფი ანუ ნაყოფი არ გაქვს რა და ნაყოფიში არის ხო არ მაქვს. ძალიან ცოტა არის რა, ძალიან ცოტა, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ. ხო და როგორი იყო ეხა აი ქალაქელი გოგო, ხო? ესე ქვია, გერქვა. ქალაქელი გოგო მე რქვა, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან მონაზო ტიპი არ ვიყავი რა, მაინც ჩემი ენერგია ძალიან სულ გამოიყვა, ძალიან ბევრი ენერგია მქონდა ხოლმე და რაღაცა იგივე ჩემს სამსახურშიც ძიმე საქმეს იქაც ვაკეთებდი და პრობლემას არ მქონდა. ანუ ფიზიკური მუშაობა შენთვის დავუშვათ უცხო და ისეთი რთული არ ყოფილა? რთული კი არა, პირიქით მე მგონია რომ მეხმარება ხოლმე. ამიტომ აქაც ეხა რო გითხრა რომ ძალიან გამიჭერდა არა, მაგრამ ესე ძალიან ადვილიც არ არის რა, ეხა მართლა. ნუ თან ცოდნაც უნდა ალბათ იგივე სპეციფიკა ხო რაღაცა მართლა ეხა წეგან ახსენეთ ოხი როგორ დაიჭრო ბარი, ანუ როგორ ამოაბრუნო მიწა რაღაც, ანუ თავისი ხო, ნუ ოღონდ არ უნდა ამოაბრუნო მიწა რა. ანუ ეს სისტემა არ უნდა იცი რა, არ უნდა ამოაბრუნო ყველას თავისი მიდგომა აქვს რა. ეხა პაპა ჩემიც აბრუნებდა და ძველი ხალხიც აბრუნებდნენ და გუთანსაც ხმარობდნენ, მაგრამ წელს ეხა რაღაც მომენტში გავიგეთ, რომ ეს სისტემა არ უნდა დაარღვო, ის ლპობა უნდა მიმდინარეობდეს, ეს რაღაც არ უნდა ამოაშრა და მზის კუზე ისე არ უნდა გქონდეს, რომ იქ ჭიაღუ აღარ იყოს, იმიტომ რომ მერე ნაყოფს ეტყობა რა და რაღაცა მერე გჭირდება პესტიციდები და რაღაცა მსგავსი რაღაცეები, რომ მავნებლებისგან დაიცვა და რაღაცა წელს არის პირველი ბიოს ვარქმევ, იმიტომ რომ ხო არის რა რაღაც მომენტში. არ ვხმარობ, არ ვხნავ, ვიცავ აუცილებლად ზედაფენით, მომავალ წელს სავარაუდოდ დავთესავ, სავარაუდოდ არა აუცილებლად დავთესავ სამყურას თივის მაგივრად და იგი იქნება დაცვა. და რაღაცნაირად არ ვარ ორიენტირებული, რამდენი მოვა რა. ეხლა ეს ამბობიო მე ძალიან გამაოცა, არ მქონდა არასდროს გასინჯული და ოღონდ ისა შემწვარი ცოტა სატაცურის
მსგავსად ძალიან გემრიელი, აი ძალიან გემრიელი. ხო რაღაც არ მინახავს არც მესეთი გრძელი. ხო და ლამაზი არის და რაღაცა უცხოდ გამოიყურება. იკვებები ფაქტობრივად შენივე მოყვანილით თუ ბევრი რამის ყიდვა კიდე გჭირდება? იცი რა, ცხოვრების წესის მომენტში ჯერ ახალი ვარ მაგაშიც და ეხ გადავდივარ რომ მინდა რომ ისეთი რაღაცები მოვიყვანო რომ არ დამჭირდეს შეძენა რა. ანუ რაც სეზონურს დაკმაყოფილდე რა, მაგალითად რა ვიცი, ზამთარში ჟოლო არ მოგიმდეს მაგალითად, იმიტომ რომ რაც ჯერა რომ საჭირო რომ იყოს ზამთარში მოვიდა და ჟოლო და ასე შემდეგ. ანუ აქ ცხოვრება, უბრალოდ ცხოვრების წესი კი არ არის, ანუ მთელი ფილოსოფია. ესე ხო მესმის ეხლა. ეგრე არის. ეგრე არა, ბუნების რიტმში უნდა ჩაერთო რა. აი აქ ესე ვყვები ხოლმე რომ აქ რო შემოდიხარ, აქ გულისხმობ მიწასთან, მეურნეობას რო იწყებ, არ ვიცი, მზის სამოსვლი და მზის ჩასვლამდე გვიძავს. ანუ ბუნებას ერგები მოკლედ რა, რასაც გაძლევს მაგას წვიმს, მერე სხვა რაღაც საქმეს გეგმავ, მზე არის, მაგრამ რაღაც იქ გადიხარ, ანუ აბსოლუტურად ჩემი რიტმი ემთხვევა ხოლმე რაღაცნაირად იმ რიტმს რა და ის მომენტი არ მაქვს, რომ აურატო წვიმს, დღეს ეს საქმე გამიფუჭდა და არ მიჩქარება არასად, რაღაც ეგეთი არის. ნუ თუ სცენარე ზიანდება ან რაღაცა კედელი სველდება, რომელიც გუშინ გავლეს და ხო, ეხა ეგ მაგაზე შემიძლია რომ ვიდარდო მაგალითად, მაგრამ რა არის აქ ბედნიერება ჩემთვის არის, რომ აი არსად არ გავრბიო. ამ ოთახში ძირითადად ამ ყველაფერ ლამაზზე მიუძღვის მამაჩემს წვერი. ხარი თარავებიც დარჩენ კედელზე რაც დაზიანებები იყო, რაც ჩამოსაშრალი იყო, ეგენი მე ვიზრუნე მაგაზე და ნუ საბოლოო იერსახეც ჩემი ამბავია. ასევე ეს სამზარეულოც სხვა ოთახში იყო და ნუ აქ ვფიქრობდი რომ ძალიან კარგი იქნებოდა და ნუ კანალიზაციის არხები და ასე შემდეგ ესეც წელს გაკეთებული არის რა. და აქეთ გაქვს მყუდრო სივრცე. ხო, ეს არის ჩემს საყვარელი სივრცე. აქ ძირითადად მუშაობ ხოლმე იმ იდეებზე, რაც შეიძლება რომ მაგალითად ამის სამზარეულოს ნახაზები და რაღაცები ყველაფერი წინასწარ მქონდა წარმოდგენილი, როგორ იქნება და მოკლედ ამ ოთახში ხდება ეგ ყველაფერი. ვიპოვე ძალიან დიდი ხნის წინანდელი გადაფორმების წელი. ნახეთ ხო. და მოკლედ ძალიან საყვარელად წერენ რა. აი უბრალოდ აი ზუსტად 100 წლის წინანდელია. 100 წლის წინანდელი. ანუ 100 წლის წინანდელი ფურცელი უბრალოდ ნახეთ ხალხო. 1925 წელსა თიბეთის 18 დღესა ანებაში ადგენს ეზოდა სახლები, ბევრები და მგონი მარანი, ნახები და სახნავი მიწები. მანამდე ახსენე რომ რაღაცა თავარი აღმოჩენები, რაც გააკეთე, არის თუნდაც ის, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც დავუშვათ პირობითად ქალი სტერეოტიპულად ვერ გააკეთებს, ხო? შენს თავს რო იცნობ, რაღაცები არ იცი შენ თავზე და თურმე რომ ისიც შეგძლებია, ისიც გამოგდის, თურმე ძალიან ჯიბრიანი ვარ, აი სანამ არ გამოვა, იქამდე მივდივარ, თუ მე არ გამომდის, ისე მივდივარ, რომ უეჭველი გაკეთდეს, რაღაცა სხვა გზით გაკეთდეს რა, ანუ იმდენად თემატიკაშია და ჟინს დავარქმევ მართლა იმდენად ჟინიანი ვიყავი და ეხაც ვარ რომ არ არსებობს რომ არ გამოვიდეს რა და ის საქმე რომ წეღა რო ახსენე ეგ იყო ყველაზე დიდი მაგალითი და ყველაზე დიდი რაღაცა რომ თუ ეს გამომივიდა ყველაფერი და ირა თუ შეიძლება რომ ვთქვათ თუ არა ცოტა ისეთი საკითხი არის, მაგრამ ძველი კანალიზაცია შევცვალე ახლით. და ის იყო თუჯის მილები, იყო საერთო გაყვანილობა, გზა რა როგორ უნდა იყოს, მე ნელ-ნელა იგებ რომ თურმე 1 მეტრ დახრები, ანუ რაღაცა ტექნიკურიც, პრაქტიკულიც, მენტალურიც, ყველაფერი ერთად იყო და
ეგ იყო ყველაზე დიდი სირთულე? ყველაზე დიდი სირთულე იყო ეგ, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად იყო რა. ანუ აი ტიროდი, ისე გადამეკეტა რომ სადღაც ცაში მამაჩემს ველაპარაკებოდი რომ აი რა გავაკეთო ეხა თუ რაღაც, ანუ ყველაფერი ერთად იყო რა და მაგ დროს ვიბრძანე რომ რო არა ის ყველაფერი რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ზუსტად ესეთი ვერ ვიქნებოდი რა და მე საკუთარი თავიც გიყვარდება რომ მართლა რა მაგარი ხარ რა იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა მოხდეს ომი დაიწყოს არ ვიცი რაღაცა მართლა რობოტებმა დაგვიმონოს არ ვიცი აი რა უნდა მოხდეს რომ მე ვერ გადავრჩე ეგ შეგრძნება მოდის რა უკვე თავდაჯერებული ხარ რა და ეს თავდაჯერება მოდის არა იმიდან რა რითიც მოდიოდა ხო ხვდები ანუ ხო რაღაცეებიდან ეს მოდის იმით რომ აი ყველაფერს საკუთარი თავის ცოდნისგანაც ალბათ და შენი შესაძლებლობების ცოდნისგან ზუსტად ეხლა წეგან გკითხე როგორ ჩანხარ სხვების თვალით თქო და შენი თვალით დანახული შენი დღევანდელი ცხოვრება როგორია? ცოტა უსამართლო იქნები რა რაღაცები მოვითხო რომ სხვანაირად ყოფილიყო რაღაც მსგავსი. ამაზე კარგად მე ვერ წარმომიდგენია რომ რამე იყოს რა. დაანკმაყოფილი ვარ და მართლა მადლიერი ვარ. აი არაფერს არ დავამატებდი წარმოგიდგენია ქაურას. აი საერთოდ არაფერს არ დავამატებდი, იმდენად მაგარი. თუ არ შეგიძლია შეცვალო რაღაც სამყაროში შეგიძლია რომ შექმნა შენი სამყარო და აი ტვინში კი არა მე მაქვს ჩემი სამყარო ფიზიკურად ესე გარშემო და უფრო აი ბავშვს დავარქმევდი ჩემს პერსონაჟს ვინც აი ყველაფრით თამაშობს საერთოდ აი მაგალითად ეს რო ჩამოვიღე, ეგეც თამაში და თავგადასავალი იყო, იმიტომ რომ რაღაცა ყველა იმას გძნობდი, მე ის ვიპოვე, მე არ იცი რო ჩამოხსნი აქ რა დაგხვდება, მოკლედ თამაშს გავს ყველაფერს წაკეთებ და თან ისეთი ბავშვი ხარ, რაღაცებს რო არ გიკრძალავენ, მოხდი, ანუ ყველგან შეგიძლია რომ ექსპერიმენტი გააკეთო, იქ წახვი და ის გააკეთო, იქ წახვი და ის გააკეთო და აღმოჩნდა ხო, რეალურად სწავლობთან აღმოჩნდა არის და თამაში არის და ამ თამაშის ბოლოს რაღაცას პოულობ და ხო, უფრო ალბათ რაღაცა ბავშვს ვიტყოდი რა, მაგარი ბავშვობა მაქვს რა. 30 წლის ასაკში. მაგარი ბავშვობა მაქვს, ხო. გაცნობიერებული ბავშვობა. თამაშს გასაღად გაცნობიერებული ზუსტად.